ჭიდაობაში 23 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის ევროპის ჩემპიონატში მიღწეულ წარმატებებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა. ევროპის პირველობაზე ქართველმა ფალავნებმა საერთო ჯამში 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაოს медალი მოიპოვეს. გუნდურ შეჯიბრში კი მეორე ადგილი დაიკავეს. ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის მანუჩარ კვირკველიას განცხადებით, აღნიშნულ ჩემპიონატზე პირველად მიიღეს მონაწილეობა ქართველმა სპორტსმენებმა. მისივე განმარტებით მიუხედავად სირთულეებისა ბიჭებმა წარმატებას მიაღწიეს. შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, მოჭიდავეები და მწვრთნელები ესწრებოდნენ. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ჭიდაობაში 23-28 მარტს პოლონეთის ქალაქ ვალბზრიხში გაიმართა. მორიგი სასიხარულო ფაქტი მოხდა ჭიდაობა გვასახელა ეროვნული და თავისუფალი სტილი 23 წლამდე ნაკრებმა მოგესწრება 9 медალი ჩამოიტანა. მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ეს ჩვენი მოჭიდავეების. მე მინდა წარმატება უსურვო მიულოცო ყველა სპორტსმენს, მწვრთნელებს, ფედერაციას იმ ძალისხმევისთვის და იმ შრომისთვის, რამაც როგორც ნახეთ შედეგი გამოიღო. მაქსიმალურად შეძლეს შედეგების გაკეთება, რომელთაც უნდათ მეორე ადგილზე გავიდა ორივე სახეობა. თავარწმუნებს მადლობა, ბიჭებს მადლობა მინდა უსა, რომ მოკლე დროში შეძლეს ესეთი წარმატების მიღწევა. ცოტა არ არის 3 ჩემპიონი, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაოს გაკეთება. იქ ესეთი გუნდები ჩამოვიტოვეთ, რომლებიც ფაქტურად შესაძლოა ჩვენზე ძლიერებად მოისახებიან.